დილამშვიდობისა. პრინციპში დილამშვიდობისა კი არა დღეს ისე ადრე გამაღვიძეს მამუკამ და ბიჭებმა, რომ ღამეშვიდობისა უნდა გითხრათ. ჯერ შემდეგით კი არც დამდგარა, უთენია წამომაგდეს ფერზე, სანადიროთ მივდივართ. ქეთის რომ საბოლოოდ და ოფიციალურად დავშორდი, მაგის მერე მაინც და მაინც კარგად ვერ ვარ. მამუკა ამტკიცებს ნადირობა და ასეთი რაღაცეები გჭირდება მდგომარეობიდან რომ გამოხვიდეო. თან ბუნებაში განტვირთვა წიგნის დაწერაშიც დაგეხმარებაო. მოკლედ მამუკა ისევ ფორმაშია და სისულელეების მტკიცებას აგრძელებს. თუმცა სანადიროთ წასვლის მიზეზი მარტო მამუკას სისულელეები არ არის. უბრალოდ მეგობრებს ასეთი ტრადიცია გვაქვს. ყოველ წელს ამ დღეს სანადიროთ მივდივართ, რომ რამე მოვინადიროთ და მერე მწვადი შევწოთ. თუმცა ჯერ არასდროს არაფერი მოგვიკლავს. ამიტომ ტრადიციად უფრო ის იქცა, რომ ვერაფერს კლავთ. მერე ფარშს ყიდულობ და თამუნა ხინკალს გვიხარშავს. ანუ გამოდის, რომ ამ დღეს ფარშზე სანადიროთ წასვლა გვაქვს ტრადიციად. აიაკ დავბანაგდეთ, მეც. ხო, აიაკ დავბანაგდეთ, ეს არის ყველაზე მაგარი ადგილი, ანახე ასე. კარგით რა. ო, კაი ადგილია მართალი ხარ. ტექნოლოგიების სამყაროში ვცხოვრობ და იმის მაგივრად რომ სახში ვიყო და Facebook-ზე რაღაცებს პოსტავდე, აქ წამოვედი რა. სადაც დიდი შანსია რომ ნადირი შემეფეთოს და შემჭამო. კარგი ბიჭო, საუკუნეების წინ ჩვენი წინაპრები ასე ცხოვრობდნენ, ნუ. ბიჭო, ზური, ხანდახან როგორ ახსენებს, იცი წარსულში დაბრუნება? მოიცა, შენ არ იყავი ცოტა ხნის წინ ვენებს რო იჭრიდი, წარსულში დაბრუნება არ მინდაო. არ გვინდა ახლა მაგაზე, სანადიროთ ავარ, ხო? კარგით ეხა ბიჭო, თქვენ ნუღაც უწუნებთ რა. დღეს უეჭველი უნდა დავაგდოთ რამე. თამუნა გველოდება. იცის რომ უეჭველი რაღაცა უნდა მივიტანოთ სახში. უეჭველი. აუ, ეგენი მაინც არაფრის მომკვლელები არ არიან, წავალ ფარს მაინც ვიყიდე. საღამოს ხინკალს გავაკეთე. მოიცოდე, წავზაყუსკდეს რა. წავზაყუსკდეს, ცოტა ბიჭო, ცოტა ჯანზე მოვალ და მე დავსხოთ ნადირობა, ჰა? მიდი, შენ წაზაკუსკდი, მიდი. ან კაი თუთის არაყიმა, რა. აბა. სუჭამაზე და დალევაზე რანაირად უნდა ფიქრობდე შენ? ისე მაგ რიუზერთან ცოტა ფრთხილად შეგიძლიათ ლიმონკებიო. რა გინდა ლიმონკები? როგორ თუ რა თქმა უნდა. მაგ შეიძლება უცებ შემოგვეფეთოს დათვი. და მე ხო უნდა დათვი შეიძლება შემოგვეფეთოს, მაგრამ ის დათვი ტანკი თუ არ იქნება. ნუ მასწავლე შეგეჭვას. ნიკა. აუ. ისე შენ შეგეძლო რომ კოპი არ წამოგეყო, რა გინდა პრინციპში? რატო? ხო, ისე მართალია. რატო და ბიჭო, შენი სექსუალური მზერით რო შეხედავ ცხოველს ამ ფრინველზე, ეგრევე დაწובה ადგილზე. პატრონები დაზოგავა, რა გინდა? მართალია, ნიკა, ისე ცხოველს რო დაინახავ, სანამ ახლოს არ მოვა, ხო? და ზუსტად არ გაარკვევ რა არის, არ ესროლო. მეტყვი შეიძლება გიორგი აღმოჩნდეს. უყურე ნახე როგორ იქცევა ეს ადამიანურ ქცევებს, ნამდვილად არ გავს. აშკარად არ გავს შეხედე. შენ ბიჭო, წინა ნადირობაზე რაც გააკეთე, ისაღ არ გაიმეო რომ მეორედ, თხილად იყავი. ბიჭო! რა შენ გაგიჟდი ბიჭო? ბიჭო, ნახე ცოტაც და ტახს გინაღამ. რა ცოტაც ეგრე მეორედ არ გააკეთო, გინაღამ თავში გამარტყი ბიჭო. გაგარტყი, კარგი რა, გაგარტყი არა. ეგ იმიტომ რომ მაშინაც ტახივით იფხანდი ზურგს ხეზე.
სოკო. ვიღე მარიც იცი სოკოს ცნობა? კი. ნამდვილად სოკოეგა, მე ვიცნობ. ისე მგონია აქ ტყუილად ვზივართ. ერთი კარგი ძაღლი რო წამოგვიყვანა ჩვენ. აი ქვევიც მო მინდორზე გავიყვანდით და წერი გვეყოლებოდა 100-იანი. კარგი რაგიო რა. ნიკას უნდა მოსუნში, სუნს მაინც ვერ აიგებდა და რა აზრი აქვს მის დაგესალა. ნახე რა სუნი აქვს. რაი, ძმარი დაისხი? არა, ძმარი. ძმის სუნი არ ცემს? ეს არაფერია. აშკარად ძმარია. აუ. ამას წინათ თამუნას დაბადების დღეზე განსხვავებული დავლია ორივე ლულიდან და ტოფის გაწმენდა დამოვიწურა. ყურადღებით ახლა. აბა. თოვლიმო სუა. ნავაშემოავე სახალი. გაჩერდა. მაგალითად, ისედაც არაფერი არ მოდის, ნახე რა. რაგი მამუკა გაჩერდა. ეს თქვენი ზმაკაცი გააჩვენეთ, ავტორი არ ვიცი რა. ნიკა ეს თორე ახლა გესვრი ამტობს ის. თოვლიმო სუა. დაკარს გამო აღებს ახალი წელი მალე. ვაუ! რაღაც უცდი გელოდები გამოდი გარეთ. ერთად ავიხდინოთ ოცნება. თორ. მომაგარი. კი, მოდი რა მივიღეროთ. კიდე მეტა შევიყოთ, კიდე ეს. რა. წერი. წერი? წერი. რა მაგარია. მაიმე ნახე როგორ დაფრინავს თურმე მწყერი. მართლაც რომ ტყის სიამაყეა მწყერი რა. გაფრინდა ტყის სიამაყე. აფრინდა რა. წავალმე მანქანაში. იმ საჭმელსაც წამოვიღებ. არავინ არ მოყაროს, ან არ გამეცადეს. დავიცადე კაცი, დაწამო. ხო, მეც მალე მოვალ. აი, ოღონდ მალე მოდით, ახლა დიდი ხანი მარტოა გარდამტო. კი არ მეშინია რაღაცა. აი ეს რა. დები რა ხმაურია, კაცო. და. რანაირად მოკალე ბიჭო? აუ არ ვიცი ზურა დათვი მეგონა. დათვი. თუ ფეხებთან რომ დავარ და მე მივხვდი რომ ძროხა იყო თორე აუ საწყალი ძროხა. ბიჭო ძროხა როგორ მოკალი დათვის მაგივრად გამაგებელი. ეგ იგივეა რომ ქალის მაგივრად კაცი. არა, ნიკა ბიჭო, არა გაუგებარე ძროხას როგორ ესროლე ბიჭო? მე ძროხისთვის არ მისვრე, მე დათვს ესროლე. დათვია? აუ ხო. ძროხა. საწყალი ძროხა. ჯო ვერ გავიგე რა, მე ნორმალურად ზურა ამიხსენ ერთი რა მოხდა გამაგებინე კაცო. არ ვიცი რომ მოვირპინე, უკვე ეს აკეკდო ძროხა და ეს კიდე გადარჩენას ცდილობდა. ძროხა არ მოგწე გეხვეწები, შენ უნდა იცოს ხო ძროხა გთხოვ. თელ ცხოვრება წინ გაგთხოვ ძროხა. რა ქები? რა არის? მე ძროხისთვის არ მისვრია, მე დათვს ესროლე. უბრალოდ ამ ძროხას უყვარდა ეს დათვი. გაიგე და რო დაენახა რომ ნიკა სროლას აპირებდა ეს გადაეფარა ესე მკერდით და შემოშვა. ბიჭო, შენ სად გინახავს? შენ დათვს რო ეჟვანიებას ყელზე. ჰა? ქიერი დათვები ხო დაშლიგირებენ დღეში რა. გარი რა, მეგობრებო, აი ეგ არის. ადამიანები ვართ სადისტები. რა გვინდოდა რა წამოვეტრიეთ ამ ტყეში? საწყალი ძროხა, ვიღაცა გავაუბედურეთ. რატომ ყრით მთელი კაცობრიობის განვითარებას წყალში, ან რატომ ვცდილობთ რომ სულ ვიშოვოთ რაღაცა საკვები, როცა 21 საუკუნეში შეგიძლია სახიდან გაუსვლელად იყიდონ ნებისმიერი პროდუქტი. წყერი ბიჭო. რა წყერი, რატომ წყერია? რა უყვან ძროხას მითხარით რა. რა უნდა ვიყო და მეორე ძროხაც მოვკლათ. აქ დავაგდო და კვალისარების მიზით ეგრე ეფიქრებენ რომ ერთმანეთ დახოცესო რა. ხო.
კარგით რა მეხუმრება ეხა საწყალი ძროხაო რა უკნა. კარგი, დავშვიდი ხო, ეხლა ეს ძროხა იქნება ქვევით ხევში რო სოფელი იქიდან, ხო ალბათ ამოვიდა ბალახავდა საწყალი. ჩავიდეთ ამის პატრონი ვნახოთ, ფული მივცეთ, ეს კი ჩვენ წავიღოთ, რა. ხო რა. სწორია, ხო ჩავიდეთ. ნახოთ პატრონი მე გადავიხდი. შენც კიდე რა. ან შველი მოგეკრა, ან შლის ნუკრი. ან რა ვიცი მე, რამე ამ გასიებულ ძროხაზე რა დავწერო ეხლა რა. აუ გიო, შემდეგში სანადიროთ რომ წახვალთ, ბადრიჯანი და პამიდორიც მოინადირეთ რა, გამოგვადგება ოჯახს. არა სიტყვი. შენი დასაცინები არა ვართ რა. სად არის ჩემი ჩუსტები გავგიჟდი კაცო? აუ ისე გიო, ყველაზე კეთილი მონადირე ხარ მთელ მსოფლიოში გიო, ასე ხარ? ჯერ არაფერი არ ყავს მოკლული. იცი რა მე კარგად? ერთი კარგი ძაღლი არ ყავდა და იმიტომ. კარგი ძაღლი კი არა, ძაღლი საერთოდ არ ყავდა. და მე მოვიფიქრე. ძაღლი უნდა ვიყიდო კარგი ჯიშიანი, აი მე რენახე შენ ჩემი ნადირობა. რა ძაღლი გიო, ვის გაუგია ძაღლი კორპუსის ბინაში, არ გადამრიო ეხლა. ის გაუგია და მე გამიგია თამუნა. თან ეხა წარმოვიდგინე ძაღლი რომ ყავდეს, ამდენს კი არ მოვძებნედი ჩუსტებს. ეგრე მოვირბევინებდა. დაბდურა ხარ რა გიო, დაბდურა. აი რა თუნდა, ეხა აი ამას ძაღლი, აჰა. რო უცები პოე? ბაბა. მომავალ წელს შენ ხوار წაგიყვანო, ჰა სანადიროთ, ჰა? აბა, რიადამ, ადგილზე. აი ხა თუ შემოგიღრინე გიორგი. აიო, გეხუმრე. არა, ერთი კაი ძაღლი რა, კაი იქნებოდა. აუ რა ძაღლი, ძაღლს ვერ ვიყიდით გიო, კატას დაგვიჭამს. რა კატას დაგვიჭამს? სად აყავს ჩვენ კატა? ხო გვეყოლება. ეხლა არ დაიწყო, ეხლა კატა ვიყიდოთო და რაღაცა ეგეთი ადრე ჩვენ მაგაზე ვილაპარაკეთ და ეხლა Այդալա, իցիցի չակալելի գիո, այդալա պիզո։ ხო, წარმოიდგინე, პატერე ზეყოლელი ზედი ხურები, პატერე კუდირო გიზე ძაღლი. ისე გიორგის ასეთი ყავს უკვე და რა თუნდა ძაღლი ნეტა. აუ გიო, აი რა, კატა სულ სხვა, აი წარმოიდგინე რომ პატერე იცითი ფუმფულა საყვარელი თან სასარგებლოც ვარომეო, წნევას ვშველიო. შენ თუ წნევა გაქვს, ყოფელინი იყიდე. რაღა კატას კიდე. იცოდე, არ დავინახო ძაღლი ამ სახში გიორგი რა. ეხლა ნუ გაჯიუტები შენებურად რა, ძალიან გთხოვ. ძაღლს მე იმიტომ კი არ ყიდულობ რომ გავერთო. იმიტომ რომ საქმისთვის ჭირდება რა, ანუ სანადიროდ. გიო, იქნებ სხვა ცხოველებსაც მივცეთ შანსი. რატომ ჩაგრავთ კატას გიო? მოიცა. ეხლა შე რა გინდა, კატით წავიდე სანადიროდ და ბარემ თოფის მაგივრად ხელში პეპლების საჭერი დამაჭერი და თავზე ყვავილების გვირგვინი დამადგი. ისე მართლა რა სასაცილო სანახავი იქნება ესეთი გიორგი. მე კატასთან ერთად სახლში ვერ ვიცხოვრებ, იმიტომ რომ ბეწვებს ყრის რა. ო, ესე ძაღლი წყრის ბეწვე. მერე ძაღლი კატის ბეწვებს ხო არ ყრის? ან წარმოიდგინე შენ. ძაღლი ისეთი ძლიერია, ერთგულია, თავს დაცულად იგზნობ სახლში. აუ, და ისე რომელი ჯიშის ყიდვა გინდა? რა თქმა უნდა ტაქსა. აუ, გიო, არ ჯობია კატა ვიყიდო და ვატაქსაოთ თუ გინდა. კატა ხო? არა, რა თქმა უნდა, თამუნა. ვაიმე, არა მეთქი. ვაიმე, ძაღლი მინდა მე, კაცო. ძაღლი. კატა. ძაღლი. გიორგი, კატა. ძაღლი. ისე ამათი მიგვირს, რა თუნდა თან ძაღლი ან კატა. მოусმინეთ? მე მაინც მოვიყან კატას გიორგი. კატას მოიყვანდა. აი მაგ ცხოველზე ერთი ხელის მოსმით დავარგინგრევ ორ ლეგენდას. რა ორ ლეგენდას? იმ ორ ლეგენდას რომ ვითომ კატა საიდანაც გინდა გაისროლო, მაინც ფეხზე დგება და 900 სიცოცხლეა კიდე. უკაცრავად ბოლო ვინ არის? ეცი შენ ესე დგავარ ნახევარ საათია და ესე ვართ რა შუ. მაშინ თქვენ შემდეგ მე ვიქნები? შვილ ალიყური ხო არ გენა ახლა შენ. აი მოიცა, თმა გითხელდება? ო, თამაგრეთ. როგორ გაკეთე? აი თბილისის პარკებში რო გაზონები ესე. აი გაზონები ხო არის ესე რა, მაგრამ აი დაждდემას რო არის გადრებ კაცი ისე.
უკაცრავად და ბოლო ვინ არის? აი და მე ვარ ბოლო, მაგრამ არ ვიცი მთელი დღე ველოდებით რა იქნება, კაც არ იცის რა. და ვისელოდებით? შენ ზურა. შენ შეგვითა ხარ? პირველი მე ვარ. მე, იმიტომ რომ ისეთი დასაბანი ვარ, რომ მუზა არ მეკარება და ვერ წერ. ესე იგი აუცილებლად უნდა დავიბანო. ზურა, შენ ჩვენი რა თქმა ხა ეგ ის მისეზი არ არის. რის გამოც ეხა პირველ შენ შეგუშვებ, თქო გაჩვენდი. მართალია. შენ გაჩვენდი. კარგი, მაშინ ის ხო გაგიგიათ, რომ წყალი პატარის არისო. კი, გაგვიგია, რა. მართალი ხარ. წყალი შენია, მაგრამ შენი წყლის მე დავიგონე. მაინც მე უნდა შევიდე. ეხა ყველაზე მეტად მე მჭირდება შხაპი და ეს განტვირთვა და შემდეგ რატო? წროხა შემომაკვდა. კარგი, ეხა თავს უბრალოდ და თულა ნოიტერებ, მაინც არ გაწყის. მიმიში მამუკა. ვეცე. ეს მეუბნე მართლატერის ბიჭო. ატლოტირი ვარ ხო აბა რა. საწყალი ძროხა ბიჭო ძალიან მეწოდება რა. იყო თავისთვის ხორობდა, იქ ძოვდა, მეკრე მივედი ეს საზღარი ადამიანი და მოუსპეს სიცოცხლე რა. აბა. აი ეს ჩამესპის ხა ზურა ხმა. მე უნდა შევიდე რა. გაიგე. მე შევადა ხო ყველაზე სწრაფად მეც მე დავიბა. ხო ჯარისკაც თოთა ეს რა დაიგრება. მოდი დაჭიქი. აუ ზურა წერა სარკეში რო ჩავიხედე, ჩემი თავის მაგივრად ძროხა დავინახე. ჩემი შინდა. შენ მართლაც უკპონჩი ყოფილ ხარ კი მართალია. გამოძინება გჭირდება შენ, გამოძინება. აუ ძილითაც ვერ ვიცინე ბიჭო, ცოტა ხანი ჩავმთვლიმა და იქაც ეს ძროხა და მე სიზმრა მელაპარაკებოდა ზურა. მართლა? და რა გითხრა რა? ძროხას რა უნდა ეთქვა ეხლა ზურა? იდგა და მიყურებდა ეს. მე უცაკნევდა დიდი ხანი აქნევდა, მე ხმუდა, არ მორჩამ ხმულს და გავგიჟდი ბოლოს და იქაც მოვკალი, მეორედ მოვკალი ზურა. ამაზე მოვიდა კაცო? მორჩი. ზურა შენ ხო გახსოვს დღეს გიორგის უნდა აჯობოს მასში. ხო, უნდა ვაჯობო. არა, ისე რატო დავიჩემე ისე რომ გიორგის დალევაში უნდა ვაჯობო, არ ვიცი რა, მაგრამ ისე დუხზე ვარ რომ ამ შემართებას არ დავკარგავ. ჯანდაბას დავლევ. თოკო რაღაცა მაინტერესებს. არა თამუნა რა, დღეს კარგი დღეა. ბიჭები მწყერს შეწოვენ, ჩვენ ხინკალს დავახედრებთ. როგორ მიყვარს ხინკალი? აუ შენი აზრით, რომელი ხინკალი ჯობია, ქალაქური თუ მთიულური? მეორევე ხინკალი მიყვარს. არა. კი არ მიყვარს, მე გიждდები. აუ დეს ლაპარაკობ ხინკალზე მომინდა. არა, აი წვნიანი ხინკალია, ეს რომ ჩაუჯდები, აი კარგად ურაკაია. აუ ნუ გეშინია გიო, მალე დავიწყებთ, სულ 12 ნაოჭიან ხინკალს მოგართმევ. ეხლა ცოტა უნდა წავიმაიმუნო. ვითომ ამ წინადადებაში სასაცილო ხომ არაფერია, მე შემიძლია ცოტა გაგამხიარულოთ. გადავახვიოთ ეს მომენტი და ხინკლის მაგივრად აი ეს დავადოთ. არა თამუნა რა, დღეს კარგი დღეა. ბიჭები მწყერს შეწოვენ, ჩვენ დავახედრებთ. როგორ მიყვარს? აუ შენი აზრით, რომელი ჯობია, ქალაქური თუ მთიულური? მეორე. არა. კი არ მიყვარს, მე გიждდები. დეს ლაპარაკობ ზე მომინდა. აი წვნიანი ეს რომ ჩაუჯდები. აუ ნუ გეშინია გიო, მალე დავიწყებთ, სულ 12 ნაოჭიან მოგართმევ. მოდი თოკო. რაც გითხარი, არ გამოკეთე. მიაუ. მე გიორგი გაგიჟდება, რომ გაიგებს კატა მოიყვანე. გაიხარდება? არა, მართლა გაგიჟდება. ხო და ძალიანაც კარგი. გიო. ნახე თოკომ ვინ მოიყვანა მიაუ. მორჩი შენი ბანა, უკვე? კი. ხო და მაშინ უთხრა შენ ძმას რომ მაცალოს შევწვა მწყერი. მე კიდე მომაყრო ჩვენ არ გვიდა შევწვარი კარტოფილი.
რაშუაში კარტოფილი მწყერი თქო, რაშუა მწყერი. შედა შენ ზათვის ნაცვლად ძროხა მოგრედა. წყლის ნაცვლად ალბათ კარტოფილი შეწონდა. კარგი რა მაცალზე. არა, მართლა გეუბნები, არა. გვახსოვს ვიცით შენი მზარეულობის ამბავი. ჯობია მე მგონი ყველაფერს მე მივხედო რა. გენი. თორე თქვენ ესე ვერაფერს ვერ იცავთ. ეხლა დაურეკავთ ამბავს და გითხავ როგორ უნდა გაკეთდეთ ეს. აჰა, შენ ტელეფონი. მადლობა. მაშინ მე იქამდე იმას ყველიან პუშერ ჭამდა ძალიან მშიო. რა სინდისით შეჭამ ეხლა შენ ყველს. რაშუაში. აუ ძროხა. მაშინ წავალ აი მას. ალო, თამო. ხო, ზურავარ. მომისმინე. მწყერი როგორ შევწამასავდე რა. მოიცადე ეხლავე. ესე იგი პირველ რიგში აიღე ისეთი ტაფა, რომელსაც არ ჭირდება ზეთი. რადგანაც შენ არ გაქვს ისეთი ტაფა, რომელსაც არ ჭირდება ზეთი, აიღე ჩვეულებრივი ტაფა და დადგი გასქურაზე. შემდეგ დაგჭირდება ზეთი. ნუ ეხლა ჩემ შემთხვევაში მე ზეთი არ მჭირდება, იმიტომ რომ ჩვეულებრივი ტაფებისგან გასხვავებით ჩემ ტაფებს არ ჭირდება ზეთი, ჩემო კარგო, მაგრამ შენ შემთხვევაში დაგჭირდება, იმიტომ რომ შენ არ გაქვს. მომისმინე, ვაიმე, მე მგონი ამასთან არ უნდა დამერეკა რა. მე მგონი ამასთან არ უნდა. ხო, თამუნა მომისმინე? არა, მესმის, მაგრამ მომისმინე. რა, რიგათიშვილი ეს? ალო. ხო და მე გადმოიღებ ამ წყერს ტაფიდან. ნუ ეხლა ისეთი ტაფები რო ქონდეს, რომელსაც არ ჭირდება ზეთი, იცი რა მარტივია ეს ყველაფერი, მაგრამ არა უშავს, რაღაცას მოახერხებ. და რამდენჯერ გითხარით იყიდეთ ისეთი ტაფები თქო, რომელსაც არ ჭირდება ზეთი თქო? გაიხსენე აბა. მანერ ხასიათზე ხარ, აქცის მანდა. ეღოფა რა, არგე, ნუ ნერვიულობ, კაი, ეღო. მეწოდება მამუკაი ძროხა რა. მე ალბათ ვერ წამოვალ ხა დღეს გიოსთან არ მაქვს რა თავი მართლა რა და ხარ დამიწყოთ იცოდეთ რა მე სხვა დროს თან იმ ჩემ ბანკის თანამშრომელ ლაშას უნდა შევხვდე მე მგონი მირიგდება ისე რა გიქნა ამისთან ამ ერთმა ძროხამ რა გადაგვაყოლეთ ძროხა კი არა უზურა უკვე მწყერიც იცი როგორ მეწოდება დაჯექი აქ დაწყმარტი და სხვა კუთხიდან შეხედე ყველაფერ ამ ამბავს რა კუთხე აი ველურ ტყეში, ველურ ბუნებაში გაზრდილი მწყერი რასე ღირსა? თანამედროვე ტექნიკის მიღწევაში წევს და იბრაწება. იცი რამდენი ხანია წევს თანამედროვე ტექნიკის მიღწევაში და ნებივრობს? კი ზურა დიდი ხანია საუბარი. ვაიმე. კარგი. მაგრამ რადგანაც თქვენს ტაფებს ჩემი ტაფებისგან განსხვავებით ჭირდება ზეთი, სხვათა შორის, ამიტომ ხშირად გადაამოწმეთ ხოლმე რომ არ მიიწვას. გაიგეთ? ალო. გამიჩიშეს ამ იდიოტებმა. ბიჭო. საიდან მოათრიე კატაშენ ბიჭო? ეს რა? შენ რა ხმას ამცემ? თორნიკე. რა იყო ბიჭო, არ მელაპარაკები? არა. არა, როგორ მითხარი, აკი არ გელაპარაკები? იხვდი. მაიკოს გამო არ მელაპარაკები, ხო? დიახაც მაიკოს გამო არ გელაპარაკები და მე მგონი რომ ამას ვერასოდეს გაპატიებ. აუ კარგი რა თორნიკე, ხო აგიხსენია რა, დაანებე მაგოგოზე ფიქს თავი. ხო იცი რატომაც? ვიცი გიო, მეც მინდა რომ დავივიწყო, მაგრამ არ შემიძლია. აი ეს ფისო კი მეხმარება ხოლმე, იცი ამაში. ხო? ხო აი მაგალითად მაიკოზე რო ვფიქრობ ხოლმე და მაიკოზე რო დავდობ, კატას რო შევხედავ, ყველაფერი მოვიწყდება ხოლმე რა. მაიკო. ვა, ფისო? რა მაგარია. ფისუნია კატა, მაგიდაზე ახტა. გადმოაგდო ვაზა, ბებო, გააბრაზა. აზი ხარ, რამდენი უცნობი ავტორია დაკარგული რა, რა მაგარია. ბიჭი, ეს მართლა ზურა, მართლა არის ბოლოს და აი ამ ერთი მწყერის ნახევარი კარგია მე მგონი, რა? წყალი მწყერი. აი რა გიო, ნახე რა საყვარელი ახლა ამან რა უნდა დაგიშაოს? მე არ მიყვარს რა, მე მიყვარს ძაღლი. მე რა შენც ამას დაუძახე ცუგა. ნახე ცუგა.
ზაღლი რომ ყოლოდა მე დღეს იცი როგორ ვინადირებდი? შენ არ იცი. მოიცა. ესენი სანადიროთ იყვნენ? დღეს ის დღეა, ხო? ესენი რომ სანადიროთ მიდიან, საღამოს წვადი ვჭამოთო. მე ვერაფერსო ვერ მოკლავენ, უკან რომ მოდიან, გზაში ფარშს ვყიდულობენ, ხინკალი მაინც ვჭამოთ, იქნება მე რა შენ და გიო რო ჩხუბობთ ხოლმე, არა მე უფრო მაგარ ხინკალს ვაკეთებ, მე უფრო მაგარ ხინკალს ვაკეთებ. მე ორივე საშინელებას რო გააკეთებ, კარტოფილს რო შეწვავთ. ეს კარტოფილი რო არ გეყოფათ, შივრები რო რესტორანში წახვალთ, ის რესტორანი რომელშიც წახვალთ, დაკეტილი რო დაგხვდებათ, მე სხვა რესტორანში რო დაგეზარებათ და პირველივე შევხვდეთ რესტორანში რო შეხვალთ და იქ ძალიან ცუდი სამზარეულო რო იქნება, ცუდ საჭმელს რო შეჭამთ ხოლმე და მე დაღონებულები რო დაბრუნდებით საჭი და გიო რო იტყვის რომ მომავალ წელს მაინც მოვკლავ რამესო, ხო? ხო, ბიჭო. ხო და რაზე ლაპარაკობდით? ანუ ის დღეა მეთქი, ხო? ხო, თორნიკე, დღეს ის დღეა, მაგრამ დღეს ყველაფერი სხვანაირად იქნება. ცოტა მწყერი მოვინადირეთ. ბიჭები შეწოვენ, მე და თამუნა ხინკლებს გავაკეთებთ. მაგასთან. და დღეს იცი რა დღეა? ოი, მე და ხილა. აბუა ჩემის რეკორდი უნდა მოხსნა დალევაში. დანე ზურა. ზურა სანაძლეო დამიდო სანად მოგიგებო შენ დალევაშიო. მე თუ ბაბუა ჩემის რეკორდი მოხსენ, ეს რას ნიშნავს? ავტომატურად ზურასაც მოუგებ. ანუ ერთი გასტროლით მოკლავ ორ კურდღელს. ო, ეგ დღეს სანადიროთ რო იყავით, იქ გექნათ და ხინკლის გაკეთება აღარ დაგჭირდება. ანუ ორი გასროლით გიო ერთი მაინც მოგეკვათ რა. ხინკალში ბიზუნიაზეც გაუკეთებ. კატებს ხო ეჭმევათ ხინკალი? მოხეული კი და თბილისური მოარიდეთო. მაინც ვერ გადავწყვიტე რომელი გავაკეთო. თოკო შენ რომელი გიყვარს? მე ორივე, ხო მაგარი. მე ორივე, ხო მაგარია. თოკო! ო, ცეკვები თუ დაიწყო დამიძახე რა. ისე მაინტერესებს დღეს რას იზავს გოჩა. კვდები. აი დაგიძახებ. ვაიმე, სად არის ამ ქვაბლის თავსაფარი? კატა არ ჩახდეს შიგნით რა. ვაიმე გიო, როგორ ზრუნავ უკვე ფისოზე. ზრუნა ვარა ისა. ხინკალზე ვზრუნავ, თორე ხინკალს რა მოვიღებ, მე თუ გინდა ჩახდეს. ეგ რა პატარა ხინკალს აკეთებ, რა? ატარას კი არა, ბევრი ნაოჭები აქვს. რა თუნა მე მაგდენი ნაოჭები? ამის ფონზე უფრო ახალგაზრდა რო გამოვჭდა. ნახე. ნაზიდეიდა გავაკეთე. აზიდეიდა ვინ არის? ნაზიდეიდა ჩვენი მეზობელი როა, რაღაცის სათხოვნელად რო ჩავდივარ ხოლმე, ესეც სახეს იღებს. აბა შენ მანახე. აი, რა არის ეს გიო, ეს ხინკალია. 3 4. აი, 4 ნაოჭიანი ხინკალი გამოვა. არ გაგიგია ეხლა რაც ხინკალს ცოტა ნაოჭი აქვს, უფრო კარგია. არა. მოკლედ ვერ ვაკეთებ რა. გიო რა, მიყურე და ისწავლე. ხა მიყურე? აბა მიდი. გოჩა ხო დავშალოს. გახსოვს, ჩერტკო. გოჩა. ჩერტკო გიო. Well, ვიწყებთ ახლა გიო? ავიღეთ ცომი, okay? დავდეთ ცომი. And 1 2 1 2 1 2 1 2. Yeah. ახლა ხორცი up გიო. And ხორცი down გიო. Yeah, fantastic George, absolutely. And ვიწყებთ შეხვევას. Come on. აი ეს აბსოლუტური. ვერ გავიგე რანაირად ლაპარაკობ, კაცო. რა ვერ გაიგე ესე იმათაც არ ესმის, მაგრამ კი უკნევენ ესე თავს გახარებულები. წყალიც ამიდუღდა და პამპარამ პამ 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 პამპარამ პამ პამ პამპარამ პამ 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 პამპარამ პამ პამ პამპარამ პამ პამ. Oh my god. Თვლიდან ამოვარდი. Sorry, Chertko. And bam 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 bam. ვაიმე, თამუნა. აი, ხორა. აი, კატა მიკმინა, ვაიმე. მანახე აბა, მანახე რა. აი, თამუნა რა განახო? აი. ნახე, აი. აბა სად? აი, ნახე. სად, გიო? რა სად? აი, დიდი შრამი რო ვერ ხედავ, მაგის გვერდით არის ზუსტად.
ალბათ გრძნობდა რომ გეზიზღებოდა და იმიტომ გიტყვინა. ხედავ რა დღეშია ახლა? და ეხლა რას ფიქრობს? რომ იკვინა შემიყვარდებოდა? და საერთოდ კი არ მიკვინა, თამუნა. მჭამდა. აუ, მართლა გეუბნები ძლივს მოვასწარიო, ხელი უკან გამოვაძრე, თორე პირდაპირ ჭამას აპირებდა ჩემსაც. და გამოვიკეცი აქეთ, რომ გამოვიკეცი, უკინან მომახდა თავის თათებით, კანჭები ჩამასო ყელში და მგუდავდა. მე მოვიფიქრე, რომ უკან ზურგით გავარდნილი ყავი და კედელს დავეჯახე, ცოტა იქით აქეთ გავახაკუნე, ცოტა დაბორიალ და გადავაგდე დროიხალ და ძლივს გამოვასწარი. აუ, გავაგდოთ რა ეს კატა სახლი და რა გავაგდოთ რა. კაიგიო რეპს იძახი. აუ ისე ერთი ის მამშვიდებს ზუსტად ვიცი სანდო კაცისგან იყიდა თორნიკემ და აცრილი იქნება ხო თოკო? თამო, იცი რა? მართალი რო გითხრა შეიძლება არც იყოს ასრილი. რა? გაგიჭდი შენ? გიოს რამე რომ მოუდეს რა ვქნათ მერე? იცი რა ვქნათ? მოდი, კატა შევათვალიეროთ. სადმე ნაჭყიტი თუ უყოვეთ, ესე იგი აცრილია. რატომ იყურებ ეგრე? აი მართლა გინდა ეხა იცოდე? აუ, კი. მე თორნიკეთ ამანებე ეხლა თავი. ისე დიდო. იცი რა? მე მგონი ეს შენ ნაკვენი ისევ კატას უნდა ავალოკინოთ და მოგირჩება. რა სისულელეს იზახი კაცო, მოიცადე რა. აი მე ეგრე გამიგია და. კაი რა, მოიცა რა. აი მოდი ერთი წამი. რა მოდ? აიდე ბიჭო, რა არის? კიდე მიკვინა, შენ ნორმალური ხარ, წაიყვანე იქით კატა რა არის? რა მე სად გიო სად? ნახე, აი ისევ იმ ადგილას, სადაც ნაკვენი მქონდა, აი. მე იმასაც ვერ ხედავდი გიო. ვაიმე, მოვაცილოთ რა არის, რა საიდან მოათრია ბიჭო ეს კატა? საიდან მოვათრია და თამუნამ რო დამირეკა, კატა მომიყვანეო, ეგრევე თქვენთან გამოვიქეცი. კორპუსთან რომ მოვედი, გამახსენდა რომ კატა არ მიყიდია რა. მივიხედე იქ დადიოდა ეს ჩვენი კატა. იქვე კაცი იყო წამოწოლილი სკამზე და მივედი და უთხარი კატას რამდენად მომყიდი მეთქი. იმან მითხრა რაო, მე უთხარი კატას რამდენად მომყიდი მეთქი. შენ რამდენს მომწევ, მე უთხარი 100 ლარს მოგცემ მეთქი. 40 მომენტა წაიყვანეო, მე გამეხარდი და მივეცი ეგრევე რა. ხო და მე ეს კაცი მეუბნება რომ იცი რა არისო 40 ლარი ეხლა მე სად დავხარჯო თან ადგომას მეზარებაო მიდი რა გაიქეცი ერთი ბოთლი არაყი მიყიდე და წაიყვანე უყიდე ეს არაყი და წამოვიყვანე თორნიკე აი ეხლავე ჩადი და გაარკვიე იმ კაცთან ეს კატა აცრილი არ არის თუ რა არის საერთოდ გაიგე? ხო კაი წავალ ვა ბებო ფო თამუნა ისე აცრა რო არ გავიკეთო ძალიან საშიშია ისე შენ იმდენის დალევას აპირებდი გიო მაინც გაცოფდებოდი ამიტომ ჯობია რომ აიცრა მაინც კარგი რა როდის გამოხსნა ეს ბაბუა ჩემის რეკორდი როდის რა გინდა დღეს ხო მოხსენი არა ერთი რეკორდი ხა ბაბუა შენისთვის ორჯერ დღეში უკმენია კატას გიო აი მე გიო თამო მოდი ველაპარაკე მერე ანუ ერთი საათი ლუკმა ქონდა პირში და მეც ვერაფერი ვერ გავიგე. აუ თორნიკე ჩადი და გამირკვიე ის კატა აცრილია თუ არ არის აცრილი რა. ვა ორსული გოგო ფო. გამახსენდა თამუნა. რა? სარეცხის საპნით უნდა ჩამოვიბანო. ბებია ჩემი აკეთებდა ხოლმე ესე. სად ვიშოვო ეხა სარეცხის საპონი გიო? მოიცა სახში სარეცხის საპონი არა გაქვს? აი საიდან უნდა გქონდეს სარეცხის საპონი? აბა სარეცხს რითი რეცხავ თამუნა? სარეცხის ხვირით გიო. გამაგიჟებ შენ მე რა, საიდან რას მოიგონებ ხოლმე რა. თამო ველაპარაკე. მერე? მივედი. მე უთხარი გამარჯობა მეთქი. ის მოვლება თემურ გამომარჯოსო. მე უთხარი თემური არ ვარ მეთქი. აბა მივეხარო. მე უთხარი თორნიკე ვარ მეთქი რა. იმან მითხრა რა გინდა? მე უთხარი ის კატა აცრილი ყავს მეთქი, რომელიც შენგან ვიყიდეთ ხო? გაინტერესებს კატა აცრილია თუ არაო? მე უთხარი კი მეთქი. მერე? მერე შენ დამირეკე სწრაფად ამოდიო და ამოვედი. თორნიკე აი ხა ერთხელაც ჩადი იცოდე და წესიერად გამირკვიე ის კატა აცრილია თუ არ არის აცრილი. ო კაი. ვა შეყვარებულები? ფო. ვიხუმრე ჩემი. თამო. ველაპარაკე. მერე? მივედი, გამარჯობა მეთქი. ის მეუბნება გაგიმარჯოს. მე მეუბნები, ის კატა აცრილია თქვა რომ მომყიდეთ მეთქი?
შენ რომელი ხარ ვერ გცნობო? მე ვთხარი თორნიკე მეთქი. ვინ თორნიკეო? აი თემურს რო გავარ ის ვარ მეთქი რა. ვა თემურ გაუმარჯოს. მე ვთხარი გაგიმარჯოს მეთქი. ის კატა 100 ლია მეთქი, შენგან რო ვიყიდი მეთქი. რომელი კატაო? მე ვთხარი აი შენგან კატა რო ვიყიდი 100 ლია მეთქი. რა კატაო, კაცო ის კატა შენთან ერთად ნახე მეც პირველად. დავიღუპე, ბაბუა ჩემის რეკორდსაც ვერ მოხსნი. ზურასთან სანაძლეოს წავაგებ. რა უნდა გავაკეთო მე დღეს, ჰა? გიორგის ახლა იმედი ზუსტად ისე გაუცრუდა, როგორც შარშან არჩევნების დროს აი ამას. რამ წარენემ სიყო, რამ წარე. ძალიან. თამუნა. ის სასწრაფო რავალე მოვიდა რა? იცი რას ვფიქრობ? მე მგონი ეს კატა აქ ზურას შემოგზავნილია. ხო, ეგ არის რა. ერთი წვეთიც რო დალიოს, უკვე მოგებულია. წარმოიდგინე. აი ხო. მოდი რა, ეს კატა გავაგდოთ რა. აი ცამდე მართალი ხარ გიორგი. თან იცი როდის ჩაუფიქრებია ზურას ეგ ამბავი? ზურამ და ქეთი ერთმანეთი რო გაგვაცნეს, ხო გახსოვს? მაშინ ზურას გაუგია, რომ მე კატები მიყვარს და მაშინ გათვალა, იცი? ნახე. გავაგემი. მე მგონი მოვიდნენ. გავლადიას გავამარჯოს. გამარჯობა. რა ხარ? ეს 5 წელია გასახარ ყოფილა. როგორ შეცვლა? ჩვენი სახლი. აი ახალი ფემსასწრის საწმენდი გიგდიათი. პრინციპში ყველაფერი ძოლებულადაა რა. აბა. აუ დასხედით, ეხლა გავაწყობ სუფრას. ნიკა არ წამოვიდა? ნიკამ ვერ წამოვალო. და თან ვერც ვიქეიფებო დღეს ისეთი რაღაც დამემართაო რომ ვერ წამოვალო. აუ კაი არა უშავს რა შემდეგ შაბათს რაღაცას გავაკეთებ და ნიკაც დავპატიჟოთ ხო? შემდეგ შაბათს ნიკას არ ეცლება ძროხის საკურთხია გასაკეთებელი. მე იცით ჩვენ ფისო ყავს. რა? ფისო. აი მაგკატამ დღეს მე მიკმინა და თამუნა კი სახლიდან არ აგდებს. იმიტომ გიკმინა რომ გააბრაზეს. კაცილია? არა. არ ვიცი ბიჭო თორნიკე მოათრია საიდანღაც და მაგის გამო მე სამცრეს და ეგეც. მართლა? კი. სად? აი. და ფოტოჟურის ჩემი დალევა აღარ შეიძლება. არც ხრინვა, არც საჭმლის დროს ლაპარაკი და არც საინფორმაციო ყურება. ეგ რა შუაშია ბიჭო? ექიმა თქვა მამუკა ეგრე. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ხო? მოიცა. ესე იგი დღეს შენ ვერ სვავ. გაგინა ძმაო, გაგიმართლა, ბედი მაქო შენ უნდა თქვა. რაღაცა. ვერც მე ვერ სვავ. იმიტომ რომ კიდე რაღაცაზე მომცა ალერგია და რა? უშენ გაიხარე რა, ჯიგარი ხარ. ვიზიარებ ძმაო. რა დამირჩი? დაწყნარდი? ეხლა მშვიდად ხარ. კიდევ კაი. კიდევ რამეს? მე აღარ მინდა. არა ალკოჰოლი მეც აღარ მინდა უკვე ბევრი დავლი. რამე წვენი და მისხი რა. თუ გდებათ მილკშეიქს გაიკეთებთ. არა მოგწევს. კარგით. აი ნიკუშ დაწყნარდი ზმაო. ვიცი რომ მაგარი სულ გქონდა. მაგრამ არა უშავს, ეხლა დადებითი კუთხით შეხედი ამ ყველაფერს. აი მე შეგირიგდი. ისე ბევრი ვიფიქრე. გავაანალიზე ყველაფერი და მივხვდი ეხლა შენი ბრალი მართლა არ იყო, არ იცოდი და მართლა არ იცოდი. უბრალოდ მივხვდი ბევრი რაღაცა ცუდად დაემთხვა ერთმანეთს და ჯიგარი ხელა შემადლობა. ბიჭო მართლა სოფელში უნდა გავარდეთო. იცი რა მოხდა? ბაბუაჩემი ზროხა მოუკლავს ვიღაცას რა. და იმ ზროხას უნდა დავაკლა, გესმის? იცი რომ მიყარდა? ჩემი ლამაზო და იცი რა ლამაზი იყო? აცო გაკეთება არ იცით, გასაგებია, მაგრამ ადრე ნანახის არ ხონდა თხინკალი არს არა? კარგით ეხა თქვენ ვიზე რას ლაპარაკობთ? შეხედეთ რა მწყერს. დამწარია დახრუკულია მთლიანად. წერია თუ წერი ვერ გაიგე. აიგრე. რა, ამ ხინკალში ისეთი უმი ხორცია, რომ თუ ყურს კარგად დაუგდებ, ხო?
ძროხის და ღორის ღმულს გაიგებ. რა იცი, ღვინოს მაინც ვსვავდე ამის. აბა. არა და ბიჭო, კამფეტივი ღვინო მაქვს. თამუნა მართლა ამ ნემსის შემდეგ კამფეტის ჭამა შეიძლება? აუ ნახეთე ამ წყერს ცალი გვერდი არ აქვს დამწვარი რატომ უნდა მოგცეთ მე ვიპოვე რატომ უნდა მოგცეთ? თამუნა და თუ რამეა ჩვენ მოგეროი და იმიტომ. კარგი, მოდი დავწყნარდეთ და გავიყოთ. ერთი თხილის გული ხო ცხაძმამ გაიყვა რა? მე არ იცი რომ ცხაძმას მანამდე ერთი ხარ ყავდა ნაჭამი. ჩვენ კიდე დიდი შევლებივ ვართ. მართალია ეს კაცი. აბა რა ვქნათ? აუ რა ვქნა და მე უნდა დამითმოთ რატომ გიო? გოგო ვარ და იმიტომ. მოიცა, თუ მასეა, მაშინ დედა ჩემზე რო იყო ორსულად გოგო უნდა დამომეწერე. ხალხო, მოიცა. ეხლა მეგონი ყველა ხვდებით რომ ამას მართლა ვერ გავიგებ, ძალიან ცოტაა და იმიტომ, ხო? ხო. ამიტომ მე მგონი რა? ეს მწყერი უნდა საჭამოს იმან, ვინც ამას ყველაზე მეტად იმსახურებს. ვაიმე, მადლობა მამუკა. მეც რა ვთქვი? მოიცა, რა საკეთებ? უნდა შევჭამო რა. თუ რატომ უნდა შეჭამო? მე მგონი გარკვევით თქვი, ეს მწყერი უნდა ჭამოს იმან, ვინც ყველაზე მეტად იმსახურებს. მართალია. ეს კაცი მართალია, ყველაზე მეტად მე ვიმსახურებს, მაო. დღეს მე კატა მიკვინა, ვერ ავსვავ რამდენიმე დღე, ეგრე კი არა. ვაიმე, გიორგი, რას გვაცოდებ ერთი თავს? ყველაზე მეტად მე ვიმსახურებ ამ წყერს. იმიტომ რომ დღეს ჩემ ქმარს კატა მუკბინა. მე რაც რა გაუკეთეთ და დიდი ხანი ვერ დალებს და ძალიან დასტრესილი ვარ. მოიცა. მოიცა, ნამუსი საერთოდ არა გაქვს. არ დაგიგო. არ დაგვითხოვ, ძალიან მიყვარს. ნორმალური ხარ შეგიძლია. და სად არის ეს კაცო? აუ შენა იღეს ზუსტად ვიცი რა. ბოლოს შეგიძლია არა უკნიდა. თამუნა არა ესაჯირო. გიო. რა გაუყო? შენა გონა ბოლოს. შენ გონდა ბოლოს. ბოლოს მართლა შენ. კატა. ოიმე, არა, ნუ შეხედე რა. რა შეხედე? ხა მაგას. ერთი თუ ამოვარდი თვრიდან, აი всё, რა წასულია შენი საქმე. აი ვითომ ხო არაფერი, ვითომ ხო არ ეთყობოდა რა. ჩერტკოს მაგას გამოაყარე. თამუნა, მოდი მაიკო, მე ვარ. ბოდიში რა ეს რა შემოვარდი, მაგრამ ვიფიქრე და რაღაცები უნდა გავარკვიოთ რა. რა უნდა გავარკვიო? რა ხდება? დაიცადე მოდი ფისო შენაკ დაჯექი და მელოდი. აი მე კატა. რა იყო რა? აი მე საერთოდ ვერ დავინახე. რა იყო? აუ ალერგია მაქვს და არა უნდა გავიდე, თორე ძალიან ცუდად გავხდები სხვა დროში. აი დაიცადე გაგაცილებ მაინც. ვაი მე კატაზე ალერგია, მაიკო. ამას კატაზე ალერგია აქვს? ეს კატა მე მგონი გამოდგება. მოდი ფისო ჩემთან. მოდი ცუგა. აბა მოდი. მოდი ცუგა. მოდი ჩემთან.